სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დღეს მოვისმინეთ ყველამ იგავი უძღების შვილის შესახებ. ღმერთი, რომელიც ყველა ადამიანზე ზრუნავს, ყველას გადარჩენა უნდა, ყველას ხოვნება უნდა. გვაძლევს ჩვენი თავისუფალი ნების საფუძველზე ამის საშუალებას. ხედავთ როგორ იყო. მამაში იგულისხმება ღმერთი. ძეში ყოველი ჩვენთაგანი. ღმერთმა ყოველ ჩვენთაგანს მოგცა გონება სრულყოფილი, რათა შევიმეცნოთ იგი ჭეშმარიტი ღმერთი, მისი მცნებებით ვიცხოვროთ და ვცხოვრდეთ. ასევე პატივი და ღირსება. რადგანაც ადამიანი არის ყველაზე სრულყოფილი ქმნილება. მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი თავისუფალი ნების საფუძველზე ხშირ შემთხვევაში ვტოვებთ ღმერთს და განვეშორებით მას. ზოგი ბრუნდება შემდეგ. იწყებს კვლავ ეკლესიურ ცხოვრებას. ზოგი ცდილობს რომ დაიწყოს, მაგრამ უჭირს. ზოგი დაშორდება რა ღმერთს წმინდა ნათლისღების შემდეგ, თუ მისი შემეცნების შემდეგ ეფლობა რა ისე ჭაობში, როგორშიდაც აღმოჩნდა დღეს მოსმენილი იგავიდან ძე მამისა, რომელიც ნატრობდა, რომ ღორზე მიცემული სალაფავიდან წილირგებოდა. ამ დროს მამასთან ყოფს მას არაფერი არ აქვს. ასეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში ყოფნი უმძიმეს სოდვაში. ფიქრობენ, რომ გაამართლონ ეს სოდვა. ეშმაკიც ოსტატი, რომ შეფუთოს ყოველი სოდვა ძალზედ ლამაზად, ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაღუპოს ასეთი სახით. ლამაზად შეფუთული სოდვით. და ფიქრობენ ეს ადამიანები სოდვაში, მძიმე სოდვაში მყოფნი, რომ დაუპირისპირდნენ ღმერთს. ისე როგორც ეს მოიმოქმედა ოდესღაც ღმერთთან მყოფმა ანგელოზმა სიამაყის გამო და იქცა იგი დემონად. ასე წარმოიშვა ძველი დროიდან სხვადასხვა სექტები, მიმდინარეობები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სექტა იყო ცინიკოსთა სექტა, რომელიც არის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი დღევანდელი ლიბერალური სამყაროს. დააკვირდით ამ ეგრეთ წოდებულ ლიბერალებს. მაშინ სიყვარული, სიბრალული, რაღაც სიწმინდის მიმართ, რომელიმე სიწმინდის მიმართ, ეს იქნება ღვთაებრივი თუ იქნება ზნეობრივი, იქნება ეროვნული, მათი მინდრეკილება აბსოლუტურად არის ინდიფერენტული. მათ ასეთი ცნობიერება არ გააჩნიათ, რადგანაც ისინი ყველაფერს ცინიზმით აღიქვამენ. ამის ერთ-ერთი საშინელი გამოვლინება იყო პარიზში მომხდარი ეს ტრაგედია. რომ ადამიანთა ერთი ჯგუფის ცინიზმი იქამდე მივიდა, რომ აშარჯებდნენ ყველაფერ იმას, რასაც რელიგიური გრძნობების შელახვა ქვია. ანუ იქ არ იყო მარტო მუჰამედის შეურაცხყოფა, იქ იყო ასევე ქრისტეს შეურაცხყოფაც. ეს ჟურნალი მუშაობდა ამაზე, დიდი ხნის მანძილზე ხდებოდა ეს ყოველივე. და საინტერესო რა არის, იცით, რომ ეს ჟურნალისტები გაწირეს. ამ ჟურნალისტებს აკეთებინეს საქმე. აკეთებინეს საქმე, რომელზედაც ახლა გვექნება საუბარი, რათა შემდგარიყო ცნობიერება ასეთი, რომ მე რა ილაპარაკე, დაგმე ღმერთი, შეურაცხავი იგი. ეს ნორმალურია, ეს ნორმაა, შენ თავისუფალი ადამიანი ხარ, გააქვს სიტყვის თავისუფლება, შეგიძლია ასე გააკეთო.
და მათ იცოდნენ, ვინც ამას უკვეთავდა ამ ჟურნალისტებს, რაც მოხდებოდა ამას. პარიზი სავსეა მუსულმანი ექსტრემისტებით და ისინი ბუნებრივია, რომ ამაზე არ გაჩერდებოდნენ. საინტერესო ის არის, რომ გაუმცემლობას შარლი ებდოსი იმ დღეს 2-3 პოლიციელი იცავდა, მეტი არა. ანუ გაწირეს ეს ადამიანები როგორც საზარბაზნე ხორცი. რათა შემდეგ გაემართა დიდი მარში პარიზში და ეთქვათ, რომ ჩვენ ვატარებთ შვიდობის მარშს. არავის არ უთქვავს ის, რომ არ შეიძლება ღმერთის შეურაცხყოფა ადამიანის რელიგიურ გზნობებზე თამაში. არა, ისინი გმობდნენ მხოლოდ ტერორს. აი, ამ ადამიანების სიმართლე. აი ეს ორმაგი სტანდარტები. ეს არის იდეოლოგია, რომელიც შექმნა ეგრეთ წოდებულმა ლიბერალურმა სამყარომ. და ამის ერთ-ერთი მამხილებელი ასეთი ცნობიერების გახდათ ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, იურისპრუდენციის დოქტორი, მიჩიგანის შტატის მაქინაკის სამოქალაქო პოლიტიკური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ოვერტონი, რომელმაც თავის დროზე აღწერა ყოველივე ის, რაც ხდებოდა მაშინ და რაც უნდა მომხდარიყო დღეს. იგი ცხოვრობდა მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის მიჯნაზე. ამ წერილს ქვია როგორ მოვახდინოთ ნებისმიერი იდეის ლეგალიზაცია. არსებობს ტექნოლოგია, როგორ შეიძლება გახდეს ნებისმიერი იდეა მისაღები. ჩვენ გვეუბნებიან, რომ კაცობრიობამ აბსოლუტურად ბუნებრივად მიიღო გეის საზოგადოება, მათი სუბკულტურა და უფლება ქორწინებაზე, შვილების საყვანის უფლება და თავისი სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის უფლება, სკოლებში და ბაღებში. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივი სვლა, ჩვენ გვატყუებთ. ჯოზეფ ოვერტონმა აღწერა ტექნოლოგია თუ როგორ უნდა მოხდეს ნებისმიერი იდეის ლეგალიზაცია. მისი თქმით, ნებისმიერ იდეას საზოგადოებაში გააჩნია თავისი შესაძლებლობების ფანჯარა. მაგალითისათვის ავიღოთ კანიბალიზმი, რომელიც დღეს მსოფლიოში ამაზრზენი და მიუღებელია. ოვერტონის ფანჯარის მიზანი თავიდან იქნება კანიბალიზმის აბსოლუტურად მიუღებლიდან რადიკალურ პროცესში გადაყვანა. რატომ არ უნდა ვისაუბროთ კანიბალიზმზე? ჩვენ ხომ გვაქვს სიტყვის თავისუფლება. მეცნიერებს შეუძლიათ დაიწყონ ამაზე საუბარი. დაიწყებენ ეგზოტიკურ პოლინეზიელ ტომების ცხოვრებაზე თხრობას. იტყვიან, რომ კანიბალიზმი იქ გავრცელებული იყო. გამოდის, ისტორიულად შეგვიძლია კანიბალიზმზე ვიმსჯელოთ. ამასთან ერთად შეიძლება გაჩნდეს კანიბალისტთა საზოგადოება, რომელიც თავიდან მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში არსებობს, ხოლო იქ გამოთქმულ აზრებს ყველა ტევე მედიაში გააშუქებენ. ოვერტონის პირველმა ფანჯარამ შეასრულა დანიშნულება. ტაბუ დადებული თემა ამოძრავდა, გახდა დისკუსიური. მეორე ფანჯარა უფრო აქტიურად განიხილავს კანიბალიზმს. მეცნიერები ბრჭყალებში საუბარს აგრძელებენ, ვინც უარს იტყვის თემის გამწობაზე, თუნდაც მეცნიერული თვალსაზრისით გავხადოთ დასაცინი და ვაღიაროთ ჩამორჩენილად. ამასთან აუცილებელია კანიბალიზმს შეეცვალოს სახელი და დაერქვა სხვა უფრო ელეგანტური სახელი, რომ ვინმე ფაშისტებმა, ანუ ჩვენ, იარლიყის მიკვრა ვერ შეძლონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კანიბალიზმი აღარ არსებობს და მას ქვია მაგალითად ანთროპოფაგია. სანამ გაარკვევს მოსახლეობის დიდი ნაწილი მსოფლიოსი, რას ნიშნავს ანთროპოფაგია, ეს თემა უკვე განივრცობა და მკვიდრდება. ეს ბერძნული სიტყვა გვესმის ჩვენ, გქონია ამაზე საუბარი, ანთროპოს, ადამიანი, ფაგოს ჭამა. ახალი სახელის მოგონება აუცილებელია, რომ საზოგადოება სხვაგან წავიყვანოთ რეალური პრობლემიდან სახელის ცვლილებასთან ერთად ისტორიულ, მითოლოგიურ გამართლებას პოულობთ ანთროპოფაგიისთვის. მაგალითად, გახსოვთ ისტორია მარტოხელა დედაზე,
რომელმაც შვილები საკუთარი სისხლით გაზარდა, ასმევდა, რომ არ მომკვდარიყვნენ, გმირი დედა, ესეთი ეპითეტები გაჩნდება. აი ბერძნული, ბერძენი ღმერთები თავის შვილებს ჭამდნენ. მას შემდეგ, რაც ისტორიული ლეგიტიმაცია მოიძებნა, ოვერტონი მესამე ეტაპზე გადადის, უფრო წინწასული მეცნიერები ბჭყალებში კვლავ გვიმტკიცებენ, რომ ხალხის ჭამა ჩვენ გენეტიკაშია და ეს ნორმალურია. ზოგჯერ ადამიანის შეჭმა აუცილებლობითაა განპირობებული. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ ისინი შეჭამონ. ამ თამაში შეიქმნება კასტა, რომელიც რადიკალურად მხარს დაუჭერს ან რადიკალურად შეეწინააღმდეგება კანიბალიზმს. ბოდიში კანიბალიზმი ხომ სიძულის ენაზე ლაპარაკია, მას ხომ უკვე ანთროპოფაგია ქვია. ყველა ვინც კანიბალიზმს ახსენებს, ჩამორჩენილია და ჩაგრავს დისკრიმინაციაში აგდებს ანთროპოფაგებს. უმცირესობას დაცვა სჭირდება. თითქოს რაიმეთი განსხვავდებიან კანიბალები და ანთროპოფაგები. თან დაცვა ჭირდება, რადგანაც ისინი უმცირესობაში არიან. ამ ეტაპზე ჟურნალისტები და მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანები ერთმანეთს ჭამდნენ და ეს ნორმალურია. შემდეგი ეტაპი ანთროპოფაგიის პოპულარიზაცია. ტელევიზიაში აქტიურად აჩვენებენ და განავრცობენ ამ თემას. წერენ მუსიკებს, აჩვენებენ კინოებს. ხალხს ეუბნებიან, ანათლებენ, რომ გვერდზე მიმოიხედონ. რა არ იცოდით, რომ ეს უცნობილესი კომპოზიტორი ანთროპოფაგი იყო. ის მომღერალი მთელი ცხოვრება ანთროპოფაგი იყო. მას დევნიდნენ, ფსიქიატრიულში დააწვინეს საწყალი. წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიონია ასე დაჩაგრული. თავისი განსხვავებების გამო გიჟად შერაცხეს და ძალით გარიყეს. სულ უფრო და უფრო მაღლა წევენ ამ თემას. ამბობენ, რომ ანთროპოფაგები ხელოვანი ხალხია. მათ უფრო მაღალი ინტელექტის დონე აქვთ ვიდრე სხვებს. და გვირგვინი, ჩვენ მოგიყვებით ისტორიას ტრაგიკულ სიყვარულზე. მას უნდა ის შეეჭამა, ის კი ოცნებობდა შეჭმული ყოფილიყო. ვინ ვარ ჩვენ, რომ ისინი გამსაჯოთ? ეს მათი უფლებაა. ბოლო ეტაპი ოვერტონის ფანჯრის დგება, მაშინ როცა თემა საკმაოდ გახმაურდა, გაპოპულარულდა და ეხლა დროა ის პოლიტიკაში გადავიდეს. იწყება საკანონმდებლო ბაზის მომზადება. იდეონება ყველა, ვინც ანთროპოფაგების წინააღმდეგ გამოდგომს აზრს. მათ ანთავისუფლებენ სამსახურიდან, აჯარიმებენ. ბოლო ეტაპზე ფანჯრიდან პოპულარული აქტიური პოლიტიკა. საზოგადოება უკვე გატეხილია. ის უკვე შეგუებულია დამარცხებას, მიღებულია კანონები, დარღვეულია ნორმალური ადამიანური ყოფა. შემდეგ ეს თემა აუცილებლად მივა სკოლასა და საბავშვო ბაღებში. ესე იგი, შემდეგი თაობა გაიზრდება კიდევ უფრო უშანსო, რომ გადაურჩეს ახალ წესრიგს. ზუსტად ასე მოხდა პედერასტიის ლეგალიზაცია მთელს მსოფლიოში. ეხლა კი პედერასტები ითხოვენ, რომ მათ გეები დაუძახონ. დღეისათვის დასავლეთში აქტიურად შუქდება და ლეგალიზაციისაკენ მიდის საბავშვო ევთანაზია, პედოფილია, ინცესტი. მალე ეს თემები სრულად ლეგალური იქნება. რისთვისაა ეს საჭირო? დამყოლი, შეგუებული საზოგადოების შესაქმნელად, რომელსაც არაფერი უკვირს და პროტესტის გრძნობა არანაირ ქმედებაზე არ აქვს. აი სულ ეს არის ოვერტონის ფანჯარა. ამდენად ამ პატარა მოკლე წერილში ცნობილმა მეცნიერმა გადმოგცა თუ ჯერ როგორ უნდა აიყვანონ იდეის თემაზე ცოდვა და შემდეგ როგორ უნდა გახადონ ეს იდეოლოგია ცხოვრების წესად, ნორმად. ასე მოხდა სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს ცხოვრებაშიც, როდესაც მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. რას ნიშნავს ეს? ვერცეთ უმცირესობას ვერ ეტყვი შენ, რომ შენ ცოდვაში იმყოფები, რადგანაც ის შეძახება, შეგონება, ასე ვთქვათ, მომენტალურადვე გადავა
მათი უფლებების დამცრობაში, შეურაცხყოფაში და დისკრიმინაციაში და ჩვენ ამაზე პასუხს მოვთხოვენ. აი ამიტომ ვეწინააღმდეგებოდით ამ კანონის მიღებას, რომელსაც ანტიდისკრიმინაციული კანონი ქვია. მე მინდა ასევე თქვა იმის შესახებ, რომ ყოფილი ხელისუფლება, თუმცა მე შორსა ვარ პოლიტიკიდან და არასდროს არ მინდა ვისაუბრო პოლიტიკაზე, მაგრამ 9 წლის მანძილზე ნერგავდა ჩვენთვის უცხო ისე ტრადიციებს, ისე წესებს, რომელიც ამაზრზენი იყო არა მარტო ქრისტიანი მართლმადიდებელი ადამიანისათვის და მიუღებელი, არამედ ნებისმიერი ზნეობრივი ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანისათვისაც. აი ეს ინერგებოდა, იმიტომ ინერგებოდა, რომ ახალი ადამიანი შეექმნათ, რომელიც ყველაფერზე თავს დააკნევდა. ზოგი შიშის გამო, რადგანაც სიხეელოდებოდა, ზოგი სიკვდილის გამო, რადგანაც მოკლავდნენ, ზოგი იმის გამო, რომ კეთილდღეობა არ დაეკარგა. ამიტომ ჩვენ, რასაც ოვერტონი ეხლა ამბობს და მოისმინეთ თქვენ, ეს რეალურად ნახეთ, ჩვენ გავიარეთ ეს ყველაფერი და ღმერთმა იმებოს, რომ ასეთი საშინელება მეორედ არ დაგმართლდეს. ჩვენ მივიღეთ ადამიანები, ეგრეთ წოდებული ლიბერალები, რომლებმაც მთელი ეს პერიოდი, ეს წლები მოანდომეს დეგრადაციას ქართველი ადამიანის სულიერებისა. და ყოველთვის წინააღმდეგი უნდა ვიყოთ იმისა, რაც არ უნდა ლიბერალური ცნობიერებით წარმოჩნდნენ და გამოჩნდნენ, ვითომ ცით რა არის, ძალზე მარტივია რომ შეატყო ფასადურ სიყვარულს, ფასადურ გულისხმიერებას. მაგალითად, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ ლაპარაკობდნენ ქალზე ძალადობის შესახებ. მე ამის შესახებ მქონდა საუბარი და კვლავ გავიმეორებ. ქალზე ძალადობის შესახებ. ატეხეს ერთი ამბავი იყო ეს ამბავი. მაგრამ იქვე ამბობდნენ, რომ ქალი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში. მათი მიზანი რა იყო? დაკვეთა უცხო ქვეყნებისა ის იყო, რომ ქალები მოვიდნენ ხელისუფლებაში. მათ მკვდარი ქალბატონები კი არ აინტერესებდათ, არამედ აინტერესებდათ მათი პოლიტიკაში მოსვლა. რადგანაც იმ ფულით იკვებებოდნენ, ვისაც ამხილებს თუნდაც დღეს საკითხული წერილის ავტორი ჯოზეფ ოვერტონი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და ღმერთმა ყველას მოგცეს გონი და უნარი, რათა აი ეს ყოველივე დავინახოთ, აღვიქოთ და შევეწინააღმდეგოთ, რადგანაც ჩვენ ქრისტიანები გვია.